საით მიდის აცობრიობა. უამრავი ცათამბჯენი ავაშენეთ და ტექნოლოგიების მწვერვალამდე მივაღწიეთ. თუმცა ეს არ კმარა. სოფლის ყველაზე წარმატებული მეცნიერების აზრით, მომავალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება კაცობრიობის ისტორიისათვის. თუმცა განვითარების კონკრეტული საჭე დღეს ტექნოლოგიურ პროგრესს უჭირავს თუ ადამიანს, როგორც ბუნებრივ მოცემულობას. საით მიდის კაცობრიობა. რა მოხდება თუ კი ადამიანები მომავალ მილიონ წელს გადაურჩებიან? სამეცნიერო პროგნოზები სხვადასხვა გათვლებზე და არსებულ რეალობაზე დაღმობით ყოველთვის საინტერესოა. მომავლის ყველაზე სავარაუდო სცენარი სახეობად წარმოქმნა. ანუ ადამიანები რამდენიმე სახეობად დაიყოფიან, ჯიშებად, თუმცა ტერმინის სახეობები მაინც უფრო სოლიდურად ჟღერს. თანამედროვე ადამიანი, Homo sapiens-ი, დაახლოებით 300,000 წელია რაც არსებობს. და რა მოხდება თუ კი მისი არსებობის დრო მილიონ წლამდე მიაღწევს? ჩვენ შეიძლება გადავშენდეთ, რამდენიმე სახეობად დავიყოთ, ან შევიცვალოთ. ამას ისიც ემადება, რომ გვაქვს ბიოტექნოლოგია, რომელსაც მნიშვნელოვნად შეუძლია თითოეული ვარიანტის ალბათობის გაზრდა. მოსალოდნელმა სამომავლო ტექნოლოგიებმა, როგორებიცაა ადამიანის გაუმჯობესება, უფრო დაჭკვიანება ან გაძლიერება, წამლების, მიკროჩიპების, გენური მოდიფიკაციის ან სხვა ტექნოლოგიების საშუალებით. ტვინის ემულაცია, ანუ ტვინის კომპიუტერში ატვირთვა, ან ხელოვნური ინტელექტი. შეიძლება წარმოქმნას ტექნოლოგიური ფორმები ახალი სახეობისა, რომელიც ბიოლოგიას აქამდე არ უნახავს. თანამედროვე მსოფლიოს ხელოვნურ ინტელექტზე დამოკიდებულების სწრაფად მზარდ ტემპთან ერთად მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ უახლეს პლატფორმებს, რომლებიც AI-ზეა დაფუძნებული, რაც გვთავაზობს ახლო მომავლის ხედვით ხელოვნური ცნობიერება. უამრავი მეცნიერი ცდილობს გაუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება, შეანელოს ან სრულად შეაჩეროს დაბერების პროცესი, აამაღლოს ინტელექტი და განწყობა, შეცვალოს სხეული და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს პოტენციურად ახალი სახეობების წარმოქმნისკენ მივყავართ. თუმცა არსებობს იმის შანსიც, რომ ზოგიერთი ადამიანი მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენებაზე შეგნებულად უარს იტყვის. დღესაც არსებობენ ასეთი დამოკიდებულების მქონე ადამიანები ჩვენს ირგვლივ. მაგალითად ისინი, ვისაც სახელმწიფო პასპორტში ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში რაიმე მიკროჩიპის არსებობა ეშმაკის ნიშნის მიღებაზე რომ მეტყველებს. პროგრამულ ინტელექტს სხვა უპირატესობებიც აქვს. იგი ძალიან ენერგოეფექტური შეიძლება იყოს. ვირტუალურ არსებას სჭირდება მხოლოდ ენერგია მზის შუქიდან და გარკვეული მასალები მიკროჩიპების შესაქმნელად. იგი ასევე შეძლებს იფიქროს და შეიცვალოს დაახლოებით მილიონჯერ უფრო სწრაფად ჩვენს ბიოლოგიურ ტვინებთან შედარებით. ის მრავალი გზით შეძლებს განვითარებას. ამისთვის კი მხოლოდ პროგრამული განახლება იქნება საჭირო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.